მოგესალმებით. დღეს 4 დეკემბერია, ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. ხუთშაბათის გადაცემა, ანუ ჩვენ საერთო ანალიზის ნაცვლად ვაკეთებთ კონკრეტული მოვლენების ანალიზს და მე მინდა დავიწყო იმ მთავარი მოვლენით, რომელიც საქართველოში ვფიქრობ, რომ კარგად არ გაუაზრებიათ, რადგან ერთ-ერთმანეთზე მიწყობილი, დალაგებული, გამიზნული, ძალიან შორს მიმავალი გეგმა ხორციელდება, თუმცა ეს გეგმა განწირულია კრახისთვის და თუ ამ გეგმაში საქართველო არასწორ ნაბიჯებს გადადგამს, შეიძლება მას ეს სახელმწიფოებრიობად დაუჯდეს, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ორ სახელმწიფოს. პირველი და მთავარი, დავიწყოთ იქედან. სულ სადღაც ალბათ 10-ოდე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ანუ ფორმალურად კონსტიტუციური პირველი პირი ვატიკანს ესტუმრა. თითქოს და ერთი მხრივ გაურკვეველი ვიზიტია, იმიტომ რომ საქართველო შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, რუსეთთან თავისთავად დიპლომატიური ურთიერთობა არ არის. სხვა სახელმწიფოებთან ინტენსიური დიპლომატიური საქმიანობის ნაცვლად უცებ მიდის ვატიკანში, იქ საკმაოდ მე სპეციალურად წავიკითხე ბატონი კობახიძის პირადი შეფასება ამ ვიზიტისა, თურმე ეს ყოფილა საქართველოს მომავლისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი, რომ ფასეულობათა სისტემების დაცვისთვის თურმე საქართველო და ვატიკანი ერთად იბრძოლებს და მან მოიწვია რომის პაპი, ახლანდელი პაპი საქართველოში. გადის რამდენიმე დღე და რომის პაპი ჩადის თურქეთში, საკმაოდ ხანგრძლივი ვიზიტით. იგი ხდება არა მხოლოდ სასულიერო პირველ პირს, არამედ ხდება პოლიტიკურ ლიდერს ერდოღანს და მათი საუბარი შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ ჩვენ რასთან უნდა უკავშირდებოდეს. ეს მეორე ფაქტია. ყველაფერი ერთად არის, ჯერ დავალაგოთ ყველა ფაქტი. მესამე ფაქტი. მე არაერთხელ მithქვამს, რომ ბრიტანეთის დაზვერვა ძალიან სერიოზულად მუშაობს საქართველოში და ამ მუშაობის ერთადერთი მიზანი არის საქართველოს დაპირისპირება რუსეთთან. ბრიტანეთი არ წარმოადგენს სამხედრო ძალას, ის საერთოდ უსუსურ ძალას წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიო სამხედრო გიგანტებთან შედარებით. წაიკითხეთ კარგად ინგლისური პრესა, მე არაერთი დავდე თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ბრიტანეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა, თვითონ ჯარი და ასე შემდეგ, მაგრამ მას რჩება ძალიან კვალიფიციური სადაზვერვო სამსახურები, ავიღოთ თუ გნებავთ Mi-6, არის კიდე სხვა სამსახურები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ ბრიტანეთის ადგილი ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში და შუა აზიაში იყოს ძალიან ძლიერი. ისინი ფაქტობრივად სხვა ფორმით, თუმცა იმხელა აღარ შეუძლიათ, აგზელებენ ეგრეთ წოდებულ big games, რომელიც 1857 წლიდან იყო ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიების ტოტალური დაპირისპირება ყველგან და ყველაფერში. გადის კიდევ 1-2 დღე და BBC აქვეყნებს ჩაილურის წყალი რომ აქვს მოვლენებს ჩავლილი, მე უცხოელებსაც მივეცი ინტერვიუ ამის შესახებ, მკითხეს, რომ აი ქიმიური იარაღის ნივთიერების გამოყენება თურმე 1 წლის უკან დემონსტრაციებზე. კი, მაგრამ მე მათ უთხარი იგივეს გავიმეორებ. ხელისუფლების მიერ ხელშეწყობილი აბსოლუტურად კონტროლირებადი აქციები იმ
რუსთაველის აქციებში ძალიან ბევრი წესიერი ადამიანია, რომელიც არ არის საქმის კურსში, მე ამის შესახებ ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ. იმ ორგანიზატორების მიმართ მე არ დამიმალავს, რომ არასდროს მქონდა რაიმე პატივისცემა, იმიტომ რომ ისინი ატყუებენ 10,000-ობით ადამიანს და თითქოს გამოიყენეთ, რა შეჭირდებოდა ხელისუფლებას, ჩემი დაცვა ხელისუფლებისა გამორიცხულია, მაგრამ მე არ შემიძლია რაიმე მოვიტყუო, ან და არასწორად თქვა, რა შეჭირდება ხელისუფლებას პეტარდებით შეიარაღებული ხალხის ქიმიური მომწავლელი ნივთიერებები დაშლა, როდესაც ნება რო ქონოდა ხელისუფლებას, არც იმ მეორე ეგრეთ წოდებულ მეორეჯერ შემოაგდებდა იმ რუსულ კანონს და ხელოვნურად არ გაუკეთებდა ორგანიზებას იმ პროცესებს, რომელიც რუსთაველზე განვითარდა. მაგრამ BBC ეს საკმაოდ ჩემი სტუდენტობის დროინდელი BBC და დღევანდელი BBC არ წარმოადგენს ერთი და იგივეს, ეს საკმაოდ უკვე დისკრედიტირებული გამოცემა, ისევე როგორც Washington Post-ი, New York Times-ი და Wall Street Journal-ები უსაშველოდ შორს არიან იმ დონიდან, რომელიც ჩემი სტუდენტობის დროს იყვნენ და საქართველოს მიმართ კეთდება მორიგი განცხადება, რომელიც არის პროვოკაციული, სრულიად გასაგები მიზეზის შემცველი და ეს ყველაფერი ერთად რომ დავალაგოთ, მიდის მასირებული შეტევა იმაზე, რომ საქართველოს როგორმე შეძლოს ფრონტის გახსნა და რუსებთან დაპირისპირება, რაც აბსოლუტურად უპერსპექტივოა. ევროპა არის თამაშგარე მდგომარეობაში, მათ შორის ბრიტანეთიც თამაშგარე მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ურთიერთობა, მე თავიდანვე ვთქვი ამის შესახებ, რომ როცა მოლაპარაკების დრო მოვა ერთმანეთს მოელაპარაკება შეერთებული შტატები და რუსეთი და ასეც არის, საუბრობენ ისეთ რამეებზე, რაც ევროპის ინტერესებში არ ჯდება, ამიტომ არის საშინელი წიაქიო, რომ იტყვიან იმერეთში, ესე იგი ევროპაში იმის თაობაზე, რომ აქ ევროპა არარაობა, კიდე გეუბნებით, პოლიტიკური არარაობა, არც არავინ არაფერს ეკითხება, არც მის 19 პუნქტიან გეგმას ითვალისწინებს ვინმე, როგორც განაცხადა რუსულმა მხარემ, ამერიკელებმა 28 პუნქტი დაყვეს 4 ლოტად რო იტყვიან და ცალ-ცალკე მიდის მოლაპარაკებები ყველაფერ ამაზე. ესე იგი, ევროპა საომარი რიტორიკით ხასიათდება, ევროპა არის ომისთვის ემზადება, არის საომარ განწყობაში, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა ის, რაც განაცხადა, ეს მისი სიტყვებია, რომ ისინი არაპირებენ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ეს აუცილებელი იქნა, ისინი და მიანიშნა ფაქტობრივად ის, რაც მე წლების წინ ვთქვი, რომ ევროპისგან არაფერი არ დარჩება. მე მინდა იმ საცოდავ ქართველებს უთხრა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ დავწერე მე შეფასებები, იმიტომ რომ ასეთია რეალობა და ვერ მოესწრებით მაგას, რომ ევროპა დამარცხდეს. წარმოიდგინეთ, მე მეუბნება, მე ვარ მებრძოლი, მე ვებრძვი ევროპას და ესე იგი ეს მედოვლათი მეუბნება, რომ ევროპას დამარცხება, ევროპა უკვე დამარცხებულია. ევროპა კიდევ უფრო უარეს ჭაობში აღმოჩნდება, თუ შიგა პროცესები არ დაიწყო. ვარაუდით არის, რომ წლის ბოლომდე რაღაც ნიშნები გაჩნდება შიგა დაპირისპირებისა ცალკეულ ქვეყნებში და 2027 წლისთვის ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. რაშია საქმე? რა უნდა პრემიერ-მინისტრ, რომელიც სასწრაფოდ გასაშვებია სახლში, კიდე გეუბნებით, თუ არ გვინდა უბედურებას გადავკიდეთ, ეს არის ადამიანი, რომელიც შეპყრობილია იდეა ფიქსებით, ამიტომ რა კი ევროპა გაუბრაზდა მას და არ ელაპარაკება, ეხლა წავიდა ერთ-ერთ ცენტრია ძალაუფლების, მოდით ასე ვთქვათ, ვატიკანი, მაგრამ ვატიკანის პოლიტიკა და ქართული სახელმწიფოს მომავალი კორელირებული არანაირად არ არის. ამიტომ
წესით ჩვენი საზოგადოებრივი აზრი რომ კრიტიკული იყოს, ტელევიზიები რომ იყოს გახსნილი სერიოზული მსჯელობისთვის, პრემიერ-მინისტრს დაუძახებდნენ და იძულებული იქნებოდა მოსულიყო და ეთქვა, რა საგარეო პოლიტიკის ჩარჩოში ჯდება ის ვიზიტი, რომელიც მან ვატიკანში განახორციელა სრულიად უადგილო ადგილზე და სრულიად მიუღებელ დროს, იმიტომ რომ უკრაინაში საშინელი პროცესები გრძელდება და ეს არაფრით არ შეჩერდება, ვერავინ ამას ვერ შეაჩერებს. ეხლა ევროპის ბოლო ამოსუნთქვა არის, რომ რაღაცნაირად იმოქმედონ ამ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც არაფრით გათვალისწინებული არ იქნება, ანდა სერიოზულად მოემზადონ ომისთვის. ომისთვის რომ ემზადებიან, ჩანს იქედან, რომ ისინი ნატოს ჯარების განლაგებას აპირებენ რუსეთის საზღვარზე, საზღვარი ქვეყანაზე, მათ შორის ბელორუსიის საზღვარზე, პოლონეთი, ბალტიისპირეთი და ასე შემდეგ. ბუნებრივი კითხვა ისმება, რა საჭიროა ჯარის განლაგება, როდესაც ასეთი დაძაბული სიტუაციაა. გასაგებია, არანაირი გადმოსროლა არ იქნება საჭირო იმ მომენტისთვის, როდესაც ევროპა გადაწყვეტს, რომ დაიწყოს ომი, ჯარი ფაქტობრივად საზღვარზე იქნება, მაგრამ ეს დიდი კრახით დასრულდება ხასუსვა. მე ერთადერთ რამეს ვაფასებ ეხლა მხოლოდ ასე ღიად იმიტომ გესაუბრებით, რომ ამ უბედურებაში საქართველო არ უნდა გაერიოს. საქართველოს ადგილი არ არის ამ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში და კეთილი ინებოს საქართველოს ხელისუფალი ვინც არის, არაფორმალური მმართველი, ცოტა გონივრულად მოიქცეს და ეს პროვოკატორი პრემიერი, ეს პროვოკატორი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, მოაცილოს ამ თანამდებობებს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ ერთი მინისტრი მალე შეიცვლებიან და თქვენ ნახავთ, რომ ამ უბადრუკი საგარეო საქმეთა მინისტრის ნაცვლად მოვა ისეთი, რომელიც შეიძლება კაი მხიარულების საგანი გახდეს, მაგრამ მე მოვლენებს არ გავუსწრებ, ასევე მოსალოდნელია მედიცინის სფეროში, ცვლილებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცოტა მოგვიანებით არის განსაზღვრული სხვა ცვლილებები მთავრობაში, მაგრამ დაყოვნება არ შეიძლება. რატომ არ შეიძლება? ჩვენ არ ვიცით რა რეალური საუბარი ქონდა რომის პაპს საქართველოს პირველ კონსტიტუციურ პირთან, ფორმალურად ასე. ჩვენ არ ვიცით ქართული სახელმწიფოს მიზნები კულტურული ფასეულობებისთვის, ახლა ეს რომ იტყვიან ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, რომ საქართველოს კულტურა მალე იქნება არა მარტო მისაბაძე, არამედ უდიდესი გავლენის მქონე მათ შორის ევროპაში, იმიტომ რომ ეს ფანტასტიკური კულტურა, ეს შენარჩუნებული კულტურაა და ერთადერთი ამ კულტურას გაანადგურებს მხოლოდ ის, თუ ქართული ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს თავის მიზნებს და ქართველებისგან დაცლის საქართველოს. ეს სერიოზულად დგას ეს საკითხი. დააკვირდით ზანგეზურის კორიდორის დიდი ჭყალებში დიდი გეგმები, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელია რომ განხორციელდეს, იმიტომ რომ იგი ეწინააღმდეგება მსოფლიოს ორი მთავარი მოთამაშის ინტერესებს და ეწინააღმდეგება ერთ-ერთ ძალიან ძლიერ რეგიონალურ მოთამაშეს, როგორიც არის ირანი. თურქების ეს აქტიურობა მე არაერთხელ მithქვამს და შევაფასებ, რომ თურქეთი არაფრის გამკეთებელი არ არის, მას ძალა არ გააჩნია, ხას უსვამ. თურქეთი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მის უკან დგას ბრიტანელები და ბრიტანეთი
იმ სატყუარათი, რომელიც არ გაკეთდება, დიდი თურანის გეგმის მეშვეობით ახდენს ზეგავლენას რეგიონზე, ახდენს ზეგავლენას რუსეთზე, ახდენს ზეგავლენას ჩინეთზე, მაგრამ ბრიტანეთის საკმარისად სუსტია იმისათვის, რომ გინდ სამხრეთ კავკასიაში და გინდათ შუა აზიაში, ან თუ გნებავთ ახლო აღმოსავლეთში, შეძლოს ბლოკირება გაუკეთოს ორ მთავარ ქვეყანას. თავისი, მოდით კარგ სიტყვას ვიყვარ, თავისი მაღვალაკური აზროვნებით ბრიტანელები მუშაობენ ამერიკელების წინააღმდეგ. რეალურად ასეა. მაგრამ შეერთებულ შტატებში ფიქრობ, რომ რეალური სურათი უკვე დანახული აქვთ, რეალური სურათი არ ქონდათ ეს და ილუზიებზე იყვნენ გამოკვეთილი. შეერთებულ შტატებში ახლა რჩება მთავარი მომენტი, მე არ ვიცი როგორ გადაწყდება ეს, რომ საგარეო პოლიტიკის ბერკეტებიდან ჩამოცილებული იქნან ნეოკონსერვატორები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკული პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება და თქვენ ნუ ფიქრობთ, რომ ეს იდეით შეპყრობილი ხალხი, საკმაოდ სერიოზული ძალა, რომელსაც ამერიკაში ნეოკონსერვატორები წარმოადგენენ, ასე იოლად დათმობენ რაიმეს. ამიტომ ეს ყველაფერი ამერიკაში მიმდინარე შიგა დაპირისპირება ნეოკონსერვატორებსა და იმ ახალი ტალღის კონსერვატორებს შორის, მე არ ვისაუბრებ იმ ახალ კონცეფციაზე, კონსერვატიზმისა ამერიკაში უსაშველოდ ინტელექტუალური ხალხი, მაგრამ ერთ-ერთ უახლოეს გადაცემას აუცილებლად მიუძღვნი ამას. გავიხსენო კურტის იარვინის შეხედულებათა სისტემას, რომელიც ერთ-ერთი იდეოლოგია ყველაფერი ამისა და მე ვეცდები დეტალურად წარმოვაჩინო თუ რაში მდგომარეობს ახალი ნეოკონსერვატიზმი შეერთებულ შტატებში. ახალ ნეოკონსერვატიზმი ჭირდება საქართველოსაც და საქართველოს ჭირდება კარგად გააზრება ამ შექმნილი მდგომარეობისა და საკუთარ საყრდენებზე ძალიან მყარად დადგომა. ჩვენი საყრდენი არ არსებობს ვატიკანში, ჩვენი საყრდენი არ არსებობს სხვაგან, ჩვენი საყრდენი არსებობს ქართულ კულტურაში, ქართულ სახელმწიფოებრიობაში და თუ ჩვენ ამ სახელმწიფოებრიობით ვართ გამსჭვალული, ჩვენ შესანიშნავად დავამყარებთ ურთიერთობებს დასავლეთთან, ჩვენ მოვძებნით საუკეთესო ურთიერთობებს ჩვენს მეზობლებთან, გავაძლიერებთ ჩვენ სახელმწიფოებას და არ ვეცდებით ეს დამოუკიდებელი მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მოქცეული სახელმწიფო სადღაც შევაძვრინოთ, ისევე ისი გასწორება შემეძლო, გავასწორე. ისმის ძალიან კარგი. ესე იგი, სიცხადე არა გვაქვს, საშიში მდგომარეობაა, არ იფიქროთ ვინმემ, რომ რაიმე დაძაბულობა რუსეთსა და დასავლეთს შორის მოხსნილია. ერთი რამ ცხადია, ამერიკელები ამ დაპირისპირებაში არ მიიღებენ მონაწილეობას, მათ სხვა გეგმები აქვს. მე ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ ვთქვი, რომ მთავარი უკრაინის შემდეგ იქნება ორი რესურსი, რომელიც აუცილებლად იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ევროკავშირი და ნატო. თქვენ ხედავთ რიტორიკას, საშინელი რიტორიკა, მე ყურადღებით ვადევნებ ევროპულ პრესას. გუშინ 2 დღის წინ გამოვიდა ბენ ხოჯესი, ნატოს ჯარების ყოფილი ხელმძღვანელი მეთაური ევროპაში და მან ფაქტიურად საკუთარ ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრა და მან მისცა მითითება ფაქტიურად ევროპას, რომ აი შეხედეთო ევროპის ეკონომიკასო, შეხედეთო უკრაინის ეკონომიკასო, ჟამში შეერთეთო და არ არის ეს საქმე, რომ რუსეთი არ დავამარცხოთო. ანუ
უნდა ვიომოთო ბოლომდეო და ძალიან მაგრად გალანძღა ტრამპი, გალანძღა ამერიკის ხელისუფლება, ამათ უნდათო ბიზნესი აკეთონო რუსეთთან ერთადო, კი მაგრამ ვერ გავიგე რა უნდა უნდოდეს შეერთებულ შტატებს ახლა ატომური ბომბებით გაცვალონ დარტყმები, რა დარჩება? ახალი გარემოება რა არის? შეერთებული შტატებიდან რუსეთამდე რაკეტამ, ბირთვულმა რაკეტამ, ანუ ატომურმა იარაღმა რომ მოაღწიოს სჭირდება 9 საათი. იმ ახალი რაკეტების მეშვეობით, რომელიც ბოლოს რუსეთმა გამოსცადა, ამერიკაში დარტყმის განხორციელება სჭირდება 15 წუთი. ესე იგი, შეერთებულმა შტატებმა რომც გამოუშვან, დაუშვათ დაკარგეს გონება რუსებმაც და ამერიკელებმაც და გადაწყვიტეს მოდით ერთი ვინვის პირველი დარტყმის უპირატესობა ამერიკელებს არ აქვთ. 15 წუთიანი ცხოვობა ნიშნავს იმას, რომ ყველა მთავარი სამხედრო ობიექტი და განლაგება იქნება განადგურებული პირველი დარტყმის მერე და ამის შემდეგ გასაგებია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგობის უნარი იქნება ფაქტობრივად განულებული. დიახ, ის გამოშვებული რაკეტები 15 წუთის შემდეგ დაეცემა რუსებს, მაგრამ რუსეთის ტერიტორია გაცილებით უფრო დიდია და ის ეფექტი მას ვერ ექნება, რა ეფექტიც ექნება პირველი დარტყმის შემდეგ. ამიტომ ამერიკელებმა შესანიშნავად იციან, სამხედროებმა ძალიან კარგად იმუშავეს და განმარტებები გააკეთეს. ბოლოს და ბოლოს ტრამპს დაუდეს რეალური სულათი უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა. არავითარი სიმპათიის გამო შეერთებული შტატები და მათ შორის მისი პრეზიდენტი იმას, რასაც აკეთებს, რუსეთისთვის არ აკეთებს. ის აკეთებს იმისთვის, რომ გამორიცხული იქნას ამ ორი ქვეყნის დაჯახება, არადა ევროპაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაყვება ამ ჭაობში მყოფ ფაშისტური ოჯახებში გაზრდილ ევროპის ლიდერებს, იგი არანორმალურ მარცხს იწვნევს ევროპაში, იმიტომ რომ ევროპის შანსი დაპირისპირებაში გამარჯვებისა არ არსებობს. ნატოსთან დაკავშირებული შეიძლება ითქვას, რომ შეერთებული შტატები როგორც მთავარი და ფაქტობრივად მართვის სადავეების მქონე ნატოში არ მიაწვდის მას იმ იარაღს, რადგან საკმარისია ნატომ გამოიყენოს რაიმე რუსების წინააღმდეგ სტრატეგიული იარაღიდან და მაშინ დარტყმა მოხდება შეერთებულ შტატებს. ეს არის უსასტიკესი რეალობა, ამ რეალობის წინაშე დგავართ ჩვენ და ჩვენი ქვეყნის პირველი პირი გარბის იქ, სადაც დღეს ამის მოხდენა, ცვლილებების მოხდენა არ შეუძლია ამ მხარეს. ესე იგი, რა გამოდის? მე მესმის, რომ შეერთებულ შტატებში ჩადიოდეს. მე მესმის, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში რამდენადაც ვიცი არსებობს რუსებთან კონტაქტები, მაგრამ ღია დემონსტრაცია უნდა ერთ რამეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არიქა რუსეთში წავალო კი არა, როგორც ის საცადავი მომიტინგეები ამბობენ, არამედ ღია განცხადება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთს არ ემუქრება საფრთხე. რა გნებავთ თქვენ გინდათ საქართველოს ტერიტორიიდან რუსებს შეუქმნათ საფრთხე? დავამთავრებთ სახელმწიფოებრიობას და დავამთავრებთ ყველაფერს. ამიტომ ეს არის უმაღლესი რანგის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ღიად ითქვას, რაც გადაუკეტავს გზაზე იმ ბრიტანელებს, რატომ ამდენი წელი ბრიტანელები დათარეშობენ საქართველოში. არ მინდა ეხლა რაღაც ზედმეტი ვთქვა, მაგრამ რატო განაგებენ ისინი ფაქტიურად ქვეყნის სერიოზულ წრეებს? შედეგი შენ ჩადიხარ რომის პაპთან, რომის პაპი ჩადის თურქეთში, რატო ჩადის თურქეთში ვერ ერთობლივად ისინი დაალაგებენ რამეს, რა უნდა დაალაგონ, კიდე გეუბნებით. პრობლემები არსებობს, თურქეთი, რომელიც გახვეულია პრობლემებში.
იმ თურქულ პროპაგანდას დაანებეთ თავი, მე არაერთხელ ავხსენი, თურქეთს არ გააჩნია ომის შესაძლებლობა. თურქეთს არ შეუძლია დაუპირისპირდეს ირანს. თურქეთი ვერ დაუპირისპირდება ისრაელს, იმიტომ ძალიან სუსტია. თურქეთი რუსეთს თუ დაუპირისპირდება, ეს დაახლოებით იგივე იქნება, რაც იყო ყირიმის მეორე ომის დროს, თუმცა კიდე გეუბნებით, დღეს ბრიტანეთს არ შეუძლია იმ დახმარების გაწევა, ამიტომ სუფთა ილუზიებია. მეორე საშინაო პრობლემა, რომელიც არის და არ იფიქროთ, რომ ის არაბიზაცია ეგრეთ წოდებული ამ პროცესებიდან არის დაცილებული. ეს არის სწორედ შემიძლია თამამად თქვა, რომ ამ პროექტის ნაწილი და გარკვეულად საქართველოს მოსახლეობის ტესტირება. მე არ მაინტერესებს რამდენიმე გაფუჭებული ადამიანი, მე როგორ მლანძღავს და ჩემ შეხედულებებს აკრიტიკებს ჭყალებში. რა გიშლით თქვენ კაი ხალხო, ტელევიზიები გაქვთ და ყველაფერი გაქვთ. მოდი დავჯდეთ ერთად, რა ერთხელ და ორჯერ დამჯდარ ხართ. ჩემთან ერთად თუ რა მოხდა? რა მოხდა? არ მინდა ამაზე ვისაუბრო, არა ხარ თქვენ იმის ღირსი, რომ მე პასუხი გაგცეთ. ამიტომ გააგრძელეთ ეს, რომ იტყვა წყავ-წყავი და იყავით დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. გუშინ მე გავიარე, გვიან გამოვედი ოფისიდან, ქართულთა დიდი გაერთიანებისა, რუსთაველის 18-ში, ფეხით წავედი და პარლამენტის წინ საკმაო ხალხი იყო შეკრებილი, მიცნეს, მოვიდა ერთი ძალიან ღირსეული კაცი ხაზს უსვამ. მე არაერთხელ მithქვამს, ის ვინც ორგანიზატორია რაღაც ფულთანაა დაკავშირებული, მაგრამ მე იქ მithქვას, არაერთი შესანიშნავი მოტყუებული ადამიანი არის. ძალიან ღირსეული კაცი, რომელმაც მითხრა დავიწყეთ საუბარი და მე ვდგავარ სხვებმაც შენიშნეს ეს საუბარი და მე მითხრა, რომ აქ არის აზრი იმისა, რომ თქვენ ხართ ნეგატიურად განწყობილი ამ პროტესტების მიმართ. მე აუხსენი რაში ვარ მე და რას მე არ ვიღებ მათ ლიდერებს, მითხრა სწორიაო, დიახ, თორე შედეგი გვექნებოდაო, ამდენი ხანიო. მე უთხარი ცხადი რამ, რომელიც დასამალი არა მაქვს, ვინ მოგცა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს ბჭყალებში 10,000-ობით ადამიანი შეკრიბო და მოატყუო. შენ სხვაგან იყო გარიგებული. ეს მარტო იმ ლიდერებს არ ეხება, ეს სხვასაც ეხება. ხასუსა. მე არაერთხელ მithქვამს ისიც, რომ მე აუცილებლად დავდგებოდი მათ გვერდით, როდესაც თუ ისინი გააპროტესტებდნენ ყველაზე სასიცოცხლო პრობლემებს საქართველოში და აუცილებლად მათთან ვიქნები. მე მთხოვეს, რომ მივიდე გარკვეულ ღონისძიებებზე, მათ უნდათ კონფერენციები მოაწყონ, ძალიან დეტალურად ეს არის ახალგაზრდა ხალხი, დაახლოებით 30-35 წლისა თუ იქნებიან მაქსიმუმ, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული ქართველები, რომლებიც პრობლემის ღრმად გააზრებას ცდილობენ. მე მთხოვეს რამდენიმე მეცნიერის თაობაზე, მე აუცილებლად შევსრულებ მათ, დღეს უბრალოდ ვერ მოვახერხებ მათთან დაკავშირება და მე მივალ ყველგან, სადაც ამ შესანიშნავ ახალგაზრდებს დაჭირდებათ ჩემი მისვლა, იმიტომ რომ ეს ხალხი შეიძლება არ არის გარკვეული იმ ჯოჯოხეთურ კულისებში ქართული პოლიტიკისა, მაგრამ თავიანთი სატკივარი გააჩნიათ და ეს სატკივარი მეც მალაპარაკებს, ჩვენ უბრალოდ საერთო ენა უნდა მოვძებნოთ, იმიტომ რომ სატკივარი ერთია, ქვეყანა ერთია და მე არაერთხელ მithქვამს, რომ ქართველი ახალგაზრდები, ახალი თაობა უმრავლესობაში არის ძალიან ჯანსაღი, ძალიან საღი, ძალიან პატრიოტი, ძალიან მოყვარული თავისი ქვეყნისა, მაგრამ ამ ტყლაპო ტელევიზიებმა, ამ ეგრეთ წოდებულმა ნეოლიბერალურმა სიბინძურემ წალეკა ყველაფერი უკანასკნელი 33 წელია. მოდი ყოველ შემთხვევაში ვთქვათ 1994 წლის მერე დაიწყო ამ სისტემო წარმოქმნელი
ეგრეთ წოდებული NGO-ების ფორმირება ძალიან ჭკვიანმა ხალხმა დაგეგმა ეს ყველაფერი 1995 წლიდან დაიწყო ამ მავნებლობა მუშაობა და 30 წლის მერე ჩვენ ვხედავთ რომ საზოგადოების საკმაო ნაწილი შეყვანილია შეცდომაში და ეს ჩვენი ხალხია მე ვთქვი არაერთხელ გავიმეორებ იქ ცივე ფულს დახამებული ორგანიზატორები დარჩენებიან მარგინალურ ჯგუფებად სადაც არის მათი ადგილი ეს მეხუთე კოლონა როგორც კი სიტუაცია შეიცვლება ქვეყანაში უკეთესობისკენ თვითონ გაიქცევა ამ ქვეყნიდან იმიტომ რომ მათ მოუწყებთ სასამართლოებში ძალიან წესიერი სასამართლო გარჩევების გზით დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა ქვეყნის წინაშე მათ უამრავი უბედურება აქვს ქვეყნისთვის რომ იტყვიან მოტანილი და იმ შესანიშნავ ახალგაზრდებს და საშუალო თაობის ხალხს რომელიც იქ დგას სჭირდება დიალოგი სჭირდება კონტაქტები და მე პირადად მზათა ვარ ყველანაირი კონტაქტისთვის ყველანაირი საუბრისათვის ჩვენ ერთი კვირის უკან ვიყავით წანისის ტყეპარკში ასე მიგდებული შესანიშნავი ადგილი საოცარი ადგილი კიდე გეუბნები რომელიც მთელი თბილისის რომ იტყვიან აი ჰაერზე გასასვლელი დასასვენებელი ადგილი უნდა იყოს არის უსაშველოდ მოულელი იქ საქმეში გარკვეულმა ხალხმა გვაჩვენა წითლად დანომრილი ხეები ეს შესანიშნავი ხეები რომელიც უნდა გაიკაფოს და როგორც ამბობენ ეს არის გაყიდული სადაც არაბებმა რაღაც მშენებლობები უნდა დაიწყო თუ ჩვენ ამას დავუშვებთ ზუსტად არის ცნობილი რომ დანომრილი ჩვენ ნახეთ უამრავი ხეები დათო ჭაბუკაშვილმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა ეს სურათები ვინც არ ახართ წანისის ტყეპარკში ნანახი არ ახართ აუცილებლად ნახეთ ეს რუსთავის გზაზეა საკმაოდ ახლოა ფონიჭალასთან ფონიჭალაშია ფაქტობრივად ნახეთ რა შესანიშნავი რატომ არის მოულელი მე ვფიქრობ რომ გარკვეული ინტერესი ჰქონდა ვიღაც გავლენიანს და როგორც ამბობენ ამ გავლენიანის ახლობლების სახელზეა გაფორმებული სახელმწიფო ნაგრძალი ტერიტორია ვერ გეტყვით ეს რამდენად სწორი არა მაგრამ მალე გადავამოწმებთ და აქ იწყება რაღაც მოსამზადებელი სამუშაოები მშენებლობისთვის ჩვენ ხვალ ზეგ როგორ გამოვა ხვალ უფრო ალბათ გავართ ცოტა უფრო მოცილებულ ადგილზე თბილისის შემოგარენში სადაც გარდა იმისა რაც 550 ჰექტარი არაბებს მიყიდეს 120 ჰექტარზე მეტია გაყიდული იგიც არაბის არის თუ ზუსტად დავადგენთ ზუსტად ადგილები გვინდა ლოკაციები ვნახოთ იმისა იქ მშენებლობებიც არის შემობილი ტერიტორიებიცაა გოლფ-კლუბიც არის 1000 თუმცა მფლობელი ქართველი არ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეხლა ნახეთ ყველაფერი დასანახია არა უბრალოდ არამედ დასანახია კომპლექსში ჩვენი შიდა უბედურება რომელიც ამ ვითომ ინვესტიციას უკავშირდება არავითარი ინვესტიცია ეს არის მზაკრული მავლებლობა რომლისგანაც ქართველები თავს ვერაფრით ვერ დაიხსნიან თუ ეს განხორციელდა საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურად ეს ახალგაზრდა კაცი ბატონი კობახიძე იდეა ფიქსებით შეპყრობილი კაცია მას აქვს ის ნათქვამი რომ ეროვნული ეს რა უბედურების მომტანიცა წარმოიდგენიათ ეროვნული შეგნება ამიტომ ეს არ არის უბრალო მატარებელი ამ ჩამპალი იდეების სადაც მან ახალგაზრდობის დიდი ნაწილი გაატარა და ყველა იმ სიდამპლეში გაიარა რომელიც სოროს და მის ფონდს უკავშირდება ან
იუსაიდს უკავშირდება და ერთი ოხერია ორი დაცაფიქრებელია, მოსაფიქრებელია, ემოციის დონეზე არაფერი არ გაკეთდება. არაერთხელ გითხარით, რანაირი მიტინგებიც არ უნდა გამართოთ, რამდენი ხალხიც არ უნდა მიხვიდეთ მიტინგზე, 2-3 საათის შემდეგ მიტინგი დაიშლება. რა გავლენა შეუძლია მოახდინოს ერთ მიტინგს, ან ორ ან ამ მდგომარეობაზე ხელისუფლების აზრის შესაცვლელად. არც ერთ მიტინგს არ შეუძლია ამის გაკეთება. აბა რა შეუძლია ამის გაკეთება? ამის გაკეთება შეუძლია ერთადერთ რამეს. კარგად ორგანიზებულ, არა პარტია, არა მოძრაობა. მაგათი დრო ეხლა არ არის. ეხლა საჭიროა ქვეყნის მესმეული ხალხის გაერთიანება. იმიტომ გავაკეთეთ ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება. ამით ჩვენ გიდა ეროვნული ერთიანი პლატფორმა შევქმნათ. ხარ პარტიის წევრი, ვინ გიშლის კაცო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, იქნება არჩევნები. ჩვენ არჩევნები არ გვაინტერესებს, ჩვენ ეს ქვეყანა გვაინტერესებს. ამ პლატფორმაზე ყველა საღი ქართველი ერთად გამოვიმუშავებთ იმას, რაც უნდა ვაკეთოთ. არჩევნები მოვა, წახვალთ თქვენი პარტიით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ სად წახვალთ, თუ ეს ქვეყანა არ იქნება, თუ უმცირესობაში იქნებით. ერთმა ძალიან კარგა კაცმა გვიშინ ოფისში შეხვედრაზე მითხრა, ძალიან ღირსეული პიროვნება, რომ აი ქუთაისში მყავს, მე ხო ქუთაისელი ვარ, იციან ყავს 2-3 ძალიან ახლო ნაცნობიო, რომლებსაც ვესაუბრეო გვიშინა და მითხრეს, რომ ყველაფერს უსმენთო, მაგრამ მე მგონიო ჩემზე, რომ ესე იგი არასწორად ამბობს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ესე ჩვენ უმრავლესო ვართო ქვეყანაში. ხასოცა. ქუთაისი ჩემზე კარგად არავინ არ იცის, რანაირი გამრუდებული აზროვნება იქ გარკვეულ ნაწილში და რამდენად ღირსეული ხალხი ცხოვრობს. ეს მე ვიცი, სამწუხაროდ ღირსეული ხალხი, ძალიან მაგარი ხალხი, ვერ ქმნის დღესდღეობით ამინც ქუთაისში, თორე იგი ასეთ მდგომარეობაში არ იქნება. მე ჩემ ქალაქელებს მიმართავ, ქუთაისი წაშლილია ქართული პოლიტიკური სცენიდან, ის არ არსებობს. მას ფუნქცია არ გააჩნია, მას ძალა არ გააჩნია. მე ეს გულწკენს და ჩემი წამოსვლის მიზეზი ერთხელ ავხსენი და აღარ გავიმეორებ, იმიტომ რომ მე არ მსიამოვნებს იმის გახსენება, თუ რატო წამოვედი ქალაქიდან. მაგრამ მე მინდა ამ ქუთაისელებს მივმართო. მე გარკვევით თქვი, რადგან ზუსტად ვიცი მონაცემი. 1,430,000 კაცია ქართველი დღეს. დანარჩენი 2 მილიონზე მეტი კაცი ქვეყნის გარეთაა. 1,210,000 არის საქართველოს მოქალაქეები, ოღონდ ეთნიკურად არაქართველები. მე მათ არ ვარჩევ, სომხები არიან, აზერბაიჯანელები, ებრაელები, სხვა ეთნოსის წარმომადგენლები, ჩვენია. მე აღარ გავიმეორებ იმ ციფრებს, მაგრამ ერთ რამეს ვისი იმედი გაქვთ. თქვენ ან დაყრუებული ხართ, ან არაფრის გაგება არ გინდათ. ქართველი ქალბატონები, ფერმძიმე ქალბატონები, საქართველოს მოქალაქე ქალბატონებს შორის არის 28%. მე არ გეუბნებით იმას 800,000-ზე მეტი იმიგრანტი როგორ დაიბადებს, აქ და რამდენი ათასი ბავშვი იქნება რამდენიმე წლის მერე, ხო? აიღეთ საქართველოს ოფიციალური სტატისტიკა. ბოლო წლები უფრო მეტი კლდება, ვიდრე იბადება. ეხლა მე გეკითხები თქვენ, დღეს უდარდელად გძნობ, ქუთაისს უყვარს უდარდელობა. მაგრამ სხვაცაც უყვარს უდარდელობა. მე მარტო კრიტიკულად არ ვსაუბრობ, ჩემ ქალაქზე ვსაუბრობ, რომელიც უსაშველოდ მიყვარს და ძალიან მიმძიმს, რომ არ ცხოვრობ იმ ქალაქში გარკვეული მიზეზების გამო. 10 წლის მერე ვიფიქროთ რა იქნება. მაგრამ 28% მიგრაცია არ წყდება ქართველებისა ქვეყნიდან. რო არ იქნება, თუ ბავშვები არ დაიბადა, ქალბატონები ქვეყნის გარეთ არიან, ქალბატონების გარეშე ვინ გინდა თქვენ რო დაბადოს ახლა?
არ ფიქრობ თუ დღევანდელი რაც არის კმაყოფილი ვარ და ხვალ მე ღმერთი მოგწევს ხო ღმერთი აძლევს იმათ ვინც მორწმუნეა ვისაც პასუხისგებლობა გააჩნია და ვისაც ამ პასუხისგებლობის ფონზე შრომა თავდადება და დახარჯვა შეუძლია საკუთარი თავისა ღმერთი უსაქმურებს ურწმუნოებს და უპასუხისგებლოებს არაფერს არ აძლევს რომ მოკვდება ამნაირი კაცი წაიყვანს მერე თავისას ვერ გაგიგიათ თქვენ ჩვენი საოცარი სარწმუნოების ძალა და საოცარი სიღრმე ამ სარწმუნოებისა რომელსაც მართლმადიდებლობა ქვია ამიტომ მე არაფერს არ ვამბობ როგორ შემიძლია რაიმე ვთქვა არასწორ რისთვის უნდა ვთქვა ვერ გავიგე აი მოტივი მითხარით მე ვინ მავალდებულებს ამ გამოსვლებს მე დავავალე ჩემ თავს იმიტომ მე ამ ქვეყნის შვილი ვარ აქ გავიზარდე ფანტასტიკური ბაბუების და ბებიების ოჯახებში გავიზარდე ერთი და მეორე მხრიდან ფანტასტიკური მშობლების ხელში გავიზარდე რატომ უნდა თქვა მე არჩევნებისთვის მინდა თავი მოგაწონოთ მე ვიყავი სადაც ვიყავი წამოვედი იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ამაზე საჟინელ ადგილზე ვიდრე პარლამენტი იყო არ ყოფილ ვარ თორე ახლაც იქ ვიქნებოდი მაგრამ მე აღარ ვიქნებოდი ამიტომ არ არსებობს რაიმე როგორ შემიძლია რაიმე ვთქვა ცუდი თუ ხელისუფლება კარგს აკეთებს ერთი დამისახელეთ ძალიან გთხოვთ მომწერეთ 2012 წლიდან ეს ვაი ხელისუფლება რომ მოვიდა ხელისუფლებაში 13 წელი გავიდა ქართულ სახელმწიფოს ქართველი ხალხის მომავალს მისი ინტელექტუალური დონის ზრდას ერთი ღონისძიება მაინც თუ მიუძღვნა და გააკეთა სამაგეროდ კორუფციაში ზეა არანორმალური ფული იშოვეს გამოხრეს ქვეყანა ყიდიან ყველაფერს განათლებას ანგრევენ კლასიკურ შენობებს უნივერსიტეტების ეხლა გამოანთავისუფლებენ და აქ პროტესტებია როგორც ჩანს და ებლანდებათ სტუდენტები ფეხში და ვითომ რუსთავში და ქუთაისში რომ გადაყრი ამ ახალგაზრდებს იქედან არ იქნება ბუნტი და არ იქნება ამ საშინელი ჭაობის წინააღმდეგ გამოსვლები ჭაობი ყველგან არის ეს ჭაობი დასაშრობია თუ არ გვინდა ჩაგვიტანოს ამ ჭაობმა ამიტომ ხელისუფლება ერთ რამესაც არ აკეთებს ეხლაც რაც გეგმები აქვს თავისი შორს მიმავალი შედეგებით იმაზე უფრო უარესია ვიდრე წარმოდგენა შეიძლება არაფრის გაგონება არ უნდა არაფრის მოსმენა არ უნდა ამ ხელისუფლებას ეს ბირეშმაკული პოლიტიკა არჩეული აქვს დაქირავებული ეს მეხოტბეები და კრიტიკოსები ყველა საღამოს ებრძვიან საწოდავები რა დღეში არიან გარედან ვერ უყურებენ საკუთარ თავს და ცუდად დაასრულებენ იმიტომ რომ ეს კურსი არ შეიძლება იყოს გამარჯვებული რომელსაც ხელისუფლება ეწევა წინააღმდეგ შემთხვევაში კიდე გეუბნებით არ მინდა ცუდი რამე ვთქვა მაგრამ თუ ასე გავაგზელებთ ქართველები დაემშვიდობებიან ამ ქვეყანას თავში გვაუხლია ყველა ფულით მოსყიდულ ყველა უჯიშოს რომელიც თავისუფლებას აძლევს საქართველოს წინააღმდეგ გაამართლოს ის საზიზღრობები რაც ჩვენ გვესმის ამიტომ ვიფიქროთ არაბიზაცია იმ საგარეო პოლიტიკის ნაწილია რომელიც უკავშირდება იმას რომ ამ მასის დაძლევა ქართველებს არ შეუძლიათ ხას უსვამთ ქართველები მცირდება არაბებს არსად არ ეჩქარებათ 20 და 30 წლიანი ბინადრობის ცენზი რო ქონდეთ სად ეჩქარებათ 30 წლის მერე თითოეულა ქართველი თუ დარჩება ასე თუ გაგძელდათ თორე ამ ხალხს ვერ უყურებთ რანაირები არიან
მათ შეკრებებს არ დაკვირები ხართ, მე დავკვირები ვარ. თქვენ გონიათ ესენი ქართველებივით მიამიტები არიან? არ არიან მიამიტები. ამიტომ საფრთხე უზარმაზარია, მაგრამ ეს ყველაფერი არის ერთიანი სისტემა და ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ. მეც აღარ გავაგრძელებ, აღარ გადაგყრით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შაბათს ჩვენ შევხვდებით 21 საათზე, მე კვირის მთავარ მიმოხილვას გავაკეთებ. დაგემშვიდობებით. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში.